მოგესალმებით ყველას. დღეს ვიწყებთ მათეს სახარების განმარტებას. დიდი შრომას უნდა შევუდგეთ, რადგან მათეს სახარება დიდი სახარებაა. იოანესთან და მარკოსთან შედარებით ლუკა არის მხოლოდ მასზე დიდი და ძალიან მოცულობითია და მის მნიშვნელობას კიდევ ის გვიჩვენებს, რომ ახალ აღთქმაში პირველ ადგილას დგას მათეს სახარება, ხომ? ნახეთ, ძველი აღთქმა რომ თავდება და იწყება ახალი, პირველი არის მათეს სახარება და თითქოს მათე ძველს და ახალს შორის კავშირს ამყარებს. გესმით? ვინც აი მათეს სახარება არ არის აბსოლუტურად ახალმოსული ქრისტიანებისთვის. ახალმოსულ ქრისტიანს მაგალითად წმენაში ახალმოსულ მარკოზის სახარება შეიძლება მივცეთ წასაკითხად. აი ჩვენ ნახავთ ამას, მე გეტყვით რატო. მაგრამ მათეს სახარება უკვე აი ბიბლია ძველი აღთქმა ვინც იცის, ის მისთვის ძალიან ადვილი გასაგებია უკვე მათეს სახარება. გესმით? ამიტომ მას დგას პირველ ადგილზე, რატომ ის არის გაგრძელება ძველი აღთქმის. ახალი აღთქმა იწყება მათეს სახარების. მე მინდა მოკლედ სანამ მათეს სახარების პირველ თავზე გადავალთ, მოკლედ შესავალი გავაკეთოთ იმაზე, საერთოდ რა არის სახარება, ხომ? შეიძლება ბევრმა ეს არ იცოდეს. აი რას ნიშნავს სახარება საერთოდ, ხომ? ახალ აღთქმაში ჩვენ ხო ვიცით რომ 27 წიგნია. ქრისტეს შემდეგ დაიწერა 27 წიგნი, რომელიც შევიდა ახალ აღთქმაში. კანონიკური წიგნები. და პირველი 4 ამ 27-დან არის სახარებები, ხომ? 4 სახარება: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. თვითონ სახარება, სიტყვას ხო გვეუბნება ქართულში, ხომ? სახარება, ანუ რა გახარებს რაღაცას, ანუ ევანგელიონ ბერძნულად რო არის, ეს ნიშნავს კეთილი უწყება, სასიხარულო ამბავის უწყება. ანუ სასიხარულოს ამბავს რომ მოვისმენ საიდანმე და ღმერთისგან ამ შემთხვევაში. ნახეთ, და ეს სახარება სიტყვა ხარება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არის ნახსენები. აი მაგალითად იესაია წინასწარმეტყველთან არის მე-40 თავიდან იესაია წინასწარმეტყველის წიგნში 7 საუკუნით ადრე ქრისტემდე ის იწყებს წინასწარმეტყველებას ქრისტეს მოსვლამზე და ამბობს გაამზადეთ გზაში უდაბნოში ბილიკები, რადგან მოდის მესია ქრისტე და შემდეგ მალევე არის იმ თავში მე-40 თავში ადი მაღალ მთაზე მახარებელო სიონო უთხარი იუდას ქალაქებს აქ არის თქო შენი ღმერთი. ანუ სიონის მთა, ანუ იერუსალიმსაც ტაძარი იყო, ის იყო სიონის მთა, მახარებელო სიონო. ანუ მახარებელი ხარ შენ ქრისტეს მოსვლისა, უკვე ძველ აღთქმაში ამბობს ამას იესაია წინასწარმეტყველი. ასევე, როცა ქრისტე მოვიდა თავად ამ ქვეყანაზე, როცა შევიდა სინაგოგაში და მიაწოდესო მას გრაგნილიო, ხომ გახსოვთ ეს ადგილი ლუკას სახარებიდან? გადაშალა ისაიას 61 თავზე და რას კითხულობს? სული უფლისა ჩემზე და ამბობს, რომლის ძალითაც მცხომე მახარებელად გლახაკთავ. თავად იესო ამბობს, რომ მე ვარ მახარებელი, გადარჩენის ცხონების მახარებელი, გამოხსნის მახარებელი გლახაკთათვის. აი ეს არის სახარება. ამიტომაც ხშირად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად უნდა ვიკითხოთ სახარება. ხმამაღლა უნდა ვიკითხოთ, ხშირად უნდა ვილაპარაკოთ სახარებას. გესმით, რომ ეს სიხარული, ეს მახარებლური უწყება შემოდის ჩვენში მაშინ და სავსევად რწმენით და ვიცით, რომ ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით თუ ვიწამებთ ამას. გესმით? მაგრამ აი ამ სახარებას ყავს თავისი მოწმეები. ქრისტეს ხომ თავად არაფერი არ ჩაუწერია? ქრისტეს არაფერი არ დაუწერია თვითონ, მაგრამ მისი ამაღლების შემდეგ მის ამ ქვეყანაზე ყოფნის დროსაც მოწაფეებსაც არაფერი არ დაუწერიათ. ხომ ასე იყო? როცა ამაღლდა იგი ზეცად, მას შემდეგაც ზეპირად გადაეცემოდა ეს ამბები, რაც მოხდა იმ პირველი 2000 წელი მინიმუმ, ზეპირად გადაცემა. ასე ნახეთ, პირველ ქრისტეს ამაღლება როდის მოხდა დაახლოებით კი რა ზუსტად შეგვიძლია ჩვენ თქვა დაახლოებით 22 წელს, ხო? ქრისტეს ამაღლება ზეცად. და მას შემდეგ 2-3 ათეული წელით შეიძლება ზეპირად გადასცემდნენ ამ წოდნას მოციქულები. მაგრამ რა მოხდა? რა ხდება ხოლმე ამ დროს? მოციქულები ნელ-ნელა აღესრულნენ. პირდაპირ მოწმეები აღარ არიან ამისი, ხო? იკარგება ეს წოდნა. ვეღარ გვიყვებიან ისინი, ვინც ეს ნახა, აი პავლეს მალე თავი მოკვეთეს პავლეს რომში, პეტრე ჯვარსაცვეს, მოციქულები ნელ-ნელა ქრებიან, მათი მოწაფეებიც ქრებიან და რა უნდა ვქნათ? უნდა ჩავწეროთ, ხო? და
და აი ამ დროს დაიწყეს სახარებების ჩაწერა და ღმერთმა ამ სახარებების ჩასაწერად გამოარჩია 4 ადამიანი 4 მოწმე, ხო? მოსეს ჯულში იყო კანონი ასეთი, რომ აუცილებლად ყველა საქმეს 2 ან 3 მოწმე უნდა ყოველდღე სამართლოში. ყველაფერს. არ შეიძლება 1 მოწმით არაფრის გაწყვეტა არ შეიძლება 2 ან 3 და სახარებისთვის ღმერთმა მოგცა 4 მოწმე. 2 მოწმე, რომ იმდენად სარწმუნო უნდა იყოს ეს ყველაფერი, იმდენად მყარი უნდა იყოს ეს მტკიცება, რასაც ისინი გვიყვებიან ჩვენ. და 4 מחარებელი ყავს ჩვენ, ხო? და ამ 4-დან ვინ არიან ესენი? მათე და იოანე არიან მისი 12 მოციქულიდან 2, ხო? პირდაპირი მოციქულები, მარკოზი და ლუკა არიან მოციქულთა მოწაფეები, ხო? მარკოზი გადმოცემით ჩვენ ვიცით რომ პეტრეს მოწაფე იყო და ლუკა ვიცით რომ პავლეს თანამგზავრი იყო, პავლეს მოწაფე იყო, ხო? ლუკათან ექიმი იყო და ლუკა იყო ერთადერთი מחარებლებიდან, ვინც იყო არაებრაელი და არაიუდეველი. იყო ბერძენი და თან იყო ექიმი კაცი და ამიტომაც მისი სახარება განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს რაზე? ქრისტეზე როგორც ადამიანზე. როგორც რადგან ექიმმა ყველაზე კარგად იცოდა ადამიანი როგორი იყო ქრისტე. ნახეთ, ეს ორჯერ 2 მოწმე, ხო? ნახეთ, 2 მოწმე. აქცენტს აკეთებს რაზე? მის ადამიანურ მხარეზე. ერთი გვიყვება როგორი ადამიანი იყო და მეორე გვიყვება როგორი მსახური იყო. აი მარკოზის სახარება ეძღვნება ქრისტეს როგორც მსახურს და ლუკა როგორც ადამიანს. მათე გვიყვება ქრისტეს როგორც მეფეზე და იოანე გვიყვება როგორც ღმერთს. გესმით? ანუ ეხლა ის თქმა მე სადმივედით ჩვენ რომ ეს 4 מחარებელი ერთნაირად კი არ აღწერს ამ ყველაფერს. ამ საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა შეისწავლეს და დაინახეს რომ სხვადასხვა პრიზმიდან უყურებენ ესენი ამ εμას მომხდარს. და ამ პრიზმიდან სხვადასხვა მხარეს გვაჩვენებენ ჩვენ ისინი იესო ქრისტესაც, ხო? აი რა შევადაროთ მაგალითად, აი რომ ავიღოთ მაგალითად, აი სვეტი ცხოვლის ტაძარი მაგალითად, ხო? დიდებული შენობა, ხო? დიდებული ნაგებობაა სვეტი ცხოველი, ხო? და დავდექით ჩვენ შესასრულებლად და ვიღაცას არა აქვს სვეტი ცხოველი, ნახე არა აქვს და გვეუბნება რომ აი აღმიწერე როგორია სვეტი ცხოველი, ხო? და ვეუბნები აი წინიდან უყურებს სვეტი ცხოველს, მარტო ვეუბნები რომ აი ასეთი ფორმა აქვს. აი ესეთია სვეტი ცხოველი. სრულყოფილია ეს? არა. მეორე წავიდა გვერდიდან დადგა და იქიდან ეუბნება აი ასეთია, ამ სიგრძეა, ესეთია, აი ესეთია სვეტი ცხოველი. სრულყოფილია? არა. მესამე მაგალითად დრონი ააფრინა და ზევიდან დაინახა სვეტი ცხოველი და ეუბნება აი ასეთი ფორმა აქვს ზევიდან, ჯვრის ფორმა აქვს, სრულყოფილია? არა. ანუ თუ ყველა მხრიდან არ უყურებთ ამ ტაძარს და ყველა პერსპექტივაში ვარ ხედავთ, არასრულყოფილია ჩვენი ხედვა, ხო? აი ზუსტად ასეა სახარებები დაწერილი. გესმით? აი ამბობენ ხოლმე და ეს ალბათ ყველაზე მართალია რომ მარკოზი პირველი სახარება, ყველაზე წინ იყო მარკოზი. ბიბლიის კვლევარები და ეკლესია საერთოდ ამას ემხრობა უფრო მეტად რომ მარკოზი იყო პირველი სახარება. რატომ? ნახეთ, მარკოზი აი რომ თავიდან რომ გავიგოთ, ესე მათე არის გვიჩვენებს მას როგორც იუდეველთა მეფეს, მეორე გვიჩვენებს მას მარკოზი როგორც მსახურს, მორჩილს, მესამე ლუკა გვიჩვენებს მას როგორც ადამიანს და მეოთხე იოანე გვიჩვენებს მას როგორც ღმერთს. ნახეთ? და მარკოზი ყველაზე პატარა მოკლე სახარება. და მარკოზი არის სუფთა ჟურნალისტიკა. აი გამოჩნდა ვიღაც და მარკოზი დადის და აღწერს მის საქმეს. ეხლა იქ მივიდა, ეხლა აქ მოვიდა, ეხლა ის გააცოცხლა, ეხლა ის აღადგინა მკვდრეთით. აი ესეთი ჟურნალისტური თხრობა ხო ასეთია? იმას ხო არ აინტერესებს ის ადამიანმა რას ფიქრობდა, რას ამბობდა, როგორი ადამიანი. იმან სწრაფად ფაქტები უნდა მოგვაწოდოს, ხო? და მარკოზი ზუსტად ასე აღწერს მარკოზი. აი ესე მიდის, თხრობა მიდის ძალიან სწრაფად. უმალ გავიდა იქიდან იესო და უმალ მივიდა ტაძარში. ახედან ჩქარა წავიდა და მივიდა იქ. და შემდეგ აღაკეთა ეს და ბოლოს ზუსტად, ყველაზე ზუსტად მარკოზი აღწერს რას? ვნების კვირას.
ყოველი დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, სულ ყველაფერი არის ესე ჟურნალისტურად დაფიქსირებული მარკოს. იმიტომ ეს არის პირველი, ხო? პირველად ხო ამას ხედავს ადამიანი. შემდეგ მათე და ლუკა რო გამოჩნდნენ, აი ესეც ხო ასე ხდება ხო? მე მნიშვნელოვანი პიროვნება გამოჩნდება. მისი საქმეები ვნახეთ, აი მარკოზი იმიტომაც მის როგორც მორჩილს, როგორც მსახურს აღწერს, რომელიც მოქმედებს. მარკოზის სახარებაში ყველაზე ცოტაა ქრისტეს საუბარი. საუბარი იქ ცოტაა, იქ არის მხოლოდ საქმეები, იმიტომ რომ მსახური ხო ბევრს ალაპარაკობს, მსახური ასაკეთებს? ასრულებს, საქმეს აკეთებს, ხო აი მსახურია. შემდეგ, როდესაც ეს მსახური აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი ადამიანი და ღმერთი იყო, შემდეგ რას იწყებს ადამიანი? ხო ჩვენთანაც ხო ასეა ხოლმე? მოდი აბა გავიგოთ. სინ რას ფიქრობდა? რა იყო მისი შინაგანი მამოძრავებელი? ხო ესე ხო? მოდი გავიგოთ, აი ჟურნალისტებმაც ხო ასე იციან ხოლმე, პოპულარული თუ გახდება ვინმე, შემდეგ მივლენ ხოლმე და დაუწყებენ მის ოჯახზე მოგვიყევი აბა მოგვიყევი სად გაიზარდე, აბა მოგვიყევი ვინ იყო შენი დედა, ხო ასე ხდება ხოლმე ჩვენ აი ზუსტად ეს ხდება სახარებებშიც. როცა მარკოზმა ეს ასეთი მშრალი ჟურნალისტიკა მოგვაწოდა, შემდეგ მათემ და ლუკამ მოინდომეს რომ დაგვანახონ სხვა მხარეები მისი. მათე გვანახებს მას როგორც ისრაელის იუდეველთა მეფეს და ლუკა გვანაჩვენებს მას როგორც ადამიანს და აი ლუკასთან შვიდად ვხვდებით ჩვენ იმას რომ მოშივდა უფალს დაეძინა ტიროდა ანუ ადამიანურ მხარეს რომ როგორი ადამიანი იყო ეს სამი სახარება მათე მარკოზი და ლუკა სინოპტიკური სახარებები ქვია ამას სინოპტიკური ასე ნიშნავს სინ არის ერთად და ოპტიკ ხო ხედვა ანუ ერთად ხედავთ აი ერთნაირად ხედავთ ამას ქრისტეს როგორც მსახურს მეფეს და ადამიანს ხო იოანე ყველაზე ბოლოს დაიწერა როგორც გვეუბნება გადმოცემა და იოანე გვეჩვენებს მას როგორც ღმერთს მივედით ჩვენ იმ შემეცნებამდე რომ ღმერთი იყო ეს ადამიანი კი არ იყო მარტო მეფე კი არ იყო მარტო მსახური კი არ იყო ღმერთი იყო მასში რომელიც მოქმედებდა და აკეთებდა ამ ყველაფერს და იოანე გვიჩვენებს მას როგორც ღმერთს ამიტომაც აი ამ 4 მახარებელს თავისი სიმბოლოები აქვს ეკლესიის ტრადიციაში ხო მათე სიმბოლოა ლომი როგორც მეფე ხო მარკოზის სიმბოლოა ხარი, იმიტომ რომ ხარი ხომ მსახურია, მორჩილია, მუშაობს, შრომობს. ლუკას სიმბოლოა ადამიანი და იოანეს სიმბოლოა არწივი, რომელიც ზეციდან არის. ზეციდან უყურებს ამ ყველაფერს. გესმით და ეს ცხოველების სიმბოლოები, როგორ გონიათ, მოიგონა ვინმე? ჩვენ ქრისტიანებმა მოვიგონეთ? არა, ესეც ძველ აღთქმაშია წინასწარმეტყველები. იეზეკიელის პირველ თავში, იეზეკიელ წინასწარმეტყველის ეს არის მე-5-მე-5 საუკუნეები ქრისტემდე იეზეკიელის აქვს ხედვა, ღვთაებრივი ხედვა ესეთი ღმერთისგან რომ ის ხედავს რომ ზეციდან მოდის ცეცხლი, გავარვალებული რკინის მსგავსი ღმერთი მოდის ზეცაში და ზიდან და მას მოყვებიან ქერუბიმები. და ამ ქერუბიმებს ხედავს იეზეკიელი რომ 4 სახე აქვს. ადამიანის, ლომის, ხარის და არწივის. სადაც ღმერთს უნდა იქით მიდიან ეს ქერუბიმები და მიყვებიან მის ნებას ასრულებენ. გესმით? ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ იყო ნაწინასწარმეტყველები იყო ეს 4 სახე იქნება გამოჩნდება ქრისტესი, მესიის. ამას ხედავს იეზეკიელი, მაგრამ ის ღმერთი რომელსაც ეს 4 სახიანი ცხოველები, ანგელოზები, ქერუბიმები მოყვებიან, ის იაჰვეა, ხო? ის არის მარადიული ღმერთი, მამა, ძე და სულწმიერი, სამპიროვანი ღმერთი, მაგრამ ერთ-ერთი შუა მეორე სამების მეორე პირი როცა განკაცდება და ადამიანის სახეს მიიღებს, ხომ? 4 მხრიდან უნდა დავინახოთ ის. როგორ უნდა დავინახოთ ესე იგი? როგორც ისრაელის მეფე, ანუ მათე პირველია, მარკოზი უნდა დავინახოთ როგორც მორჩილი და მსახური ღმერთის, ლუკასთან ის უნდა დავინახოთ როგორც ადამიანი და იოანესთან როგორც ღმერთი. აი ეს არის 4 სახარება. ორჯერ 2 მოწმე ქრისტეს მოსვლისა, ხო? ავტორი ყველას სიტყვა გვეუბნება რომ მათეა, უძველესი ტრადიცია უძველესი ავტორები, საკათოლიკოსი მამები ახსენებენ მათეს, როგორც ავტორს ამ სახარების ამაში ეჭვი არ არსებობს, მაგრამ კლიმენტი რომაელი, პოლიკარპე,
ორიგენე, ტერტულიანის ცნობილი საკრესიო მამები არიან და ისინი ახსენებენ მათეს, რომ მათე ნამდვილად იყო ამ სახარების ავტორი და მათე თვითონ სახარებაშიც ნახსენებია თავადაც, ხო? თავის მათე ახსენებს, მაგალითად მე-9 თავში წერს, რომ მე საბაჟოზე კაცი იჯდა, მათეოს სახელი მისი. სხვა მარკოსთან და ლუკასთან მას ლევი ქვია. ლევის ახსენებენ და მათე და ლევი ორივე მისი სახელი, რადგან იმ დროს ისრაელში ხშირად ორი სახელი ერქვათ ხოლმე იუდეველებს. როგორც პეტრეს ხომ შიმონიც ერქვა და პეტროსიც ერქვა, ხო, ორი სახელი, ასევე ლევი და მათე იყო მისი სახელი. არსებობს აი ძალიან საინტერესოა, მე წინასწარ ამას ორი სიტყვით. საიდან ვიცით კიდევ რომ მათე არის ამისი ავტორი? იმიტომ რომ შინ თვითონ სახარებას შინაგანი შიდა საბუთები გვაქვს ამისთვის, სიმოთხიცებულებები და მაგალითად რა? მათე ვინ იყო პროფესიით? მებაჟე და ყველაზე ზუსტად მათესთან არის ნახსენები ფულის ერთეულები. მაგალითად ის ახსენებს მე-17 თავში დიდ დრაქმა, რომელსაც ტაძრისთვის წირავდნენ, ის ახსენებს სტრატირი, ტალანტი, ანუ ცოდნია ამ საკითხზე მებაჟე იყო თვითონ და ეს ყველაფერი მან იცის. შემდეგ ძალიან საინტერესოა ის, რომ მათე, როდესაც მათესთან, მათეს სახარებაში მეზვერის და ფარისევის იგავი არ არის. რატომ არ არის? იმიტომ რომ თავის თავზე ხო არ დაწერდა. რომ ლუკამ დაწერა, იმიტომ რომ თავის თავზე ვერ იტყოდა მაგას, იმიტომ რომ თვითონაც ხო მებაჟე იყო და რომ გამოიყვანა რომ მებაჟე ასეთი თავმდაბალია და კარგია, არ გააკეთა. ამიტომ არ არის მათესთან მეზვერის და ფარისევის იგავი. ასევე ნახეთ, როცა ნახსენებია რომ მათემ ქრისტე რომ შეიყვანა თავისთან სახში, მებაჟე მათემ ხო დაპატიჟა უფალი რომ შევიდა მათესთან. იქ წერია რომ მათე წერს უბრალოდ რომ ინახით იჯდა მათეს სახშიო. ანუ სუფრასთან იჯდა უფალი მათეს სახშიო. და ლუკა წერს რომ დიდი პურობა გამართავ. თავის თავზე არ ამბობს ამას. ესმის, ხო ერთ და იგივე ამბავს ახსენს, მაგრამ თავის თავზე ხო არა იტყვის ახლა რომ მე ისეთი სუფრა გაუშალე მაგას და რა. ამიტომ ის თქვა რომ უბრალოდ სუფრასთან იჯდა ჩემთან უფალი, მაგრამ ლუკა ამბობს რომ დიდი, ჩვენიერი საუკეთესო სუფრა იყო გაშლილიო. მათე სახარება, ესეც მნიშვნელოვანი აუცილებლად დაიწერა ძველ ბერძნულ ენაზე. კოინე ერქვა ამ ენას. ეს ენა იყო ძალიან გავრცელებული ენა რომის იმპერიაში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა რომის იმპერიაში და ენა იყო ისეთი, რომ ადვილი გასაგები ენა იყო. ყველას ესმოდა, ყველას შეეძლო ამ ენაზე. ჩვეულებრივი ხალხი ლაპარაკობდა ამ კოინეზე და ეს ენა ამოირჩია ძველი ბერძნული დიალექტია ეს კოინე, ამოირჩია ღმერთმა ამისათვის და ჩვენ სახარებაში ამ ენას ხვდები. ამ ენით არის ახსნილი ეს ჭეშმარიტება. მაგრამ არსებობს ესეთი შეხედულებაც, რომ მათეს სახარება ებრაულადაც არსებობს. არის ემხრობიან მკვლევარები ამასაც, რომ შეიძლება მათეს სახარება ებრაულად ან არამეულადაც არსებობდა, მაგრამ დაიკარგა ის, მაგრამ არ არსებობს არსად ჩვენ არ გვაქვს ამის საბუთი, რომ როდისმე არსებობდა ებრაული ორიგინალი ან არამეული ორიგინალი ამ სახარების. ხელნაწერები რაც ჩვენ შემორჩენილი გვაქვს მხოლოდ ბერძნული, ძველ ბერძნულ ენაზე. როდის დაიწერა მათეს სახარება, ესეც საინტერესოა მის ცოდნა. ნახეთ, ქრისტე ჯვარსაცვენს 32 წელს, ხო? 70 წელს, ანუ 38 წლის შემდეგ ტაძარი და იერუსალიმი დაინგრა. რომაელებმა გაანადგურეს, ხო? აი ამ შუალედშია მათეს სახარება დაწერილი. სადღაც 32-დან ალბათ 50-დან 70 წლამდე არის დაწერილი სავარაუდოდ მათეს სახარება და რატომ? იმიტომ რომ მათე ახსენებს ტაძარს. მათე არსად არ ახსენებს, რომ ტაძარი დაინგრა. ტაძარი უკვე დანგრეული ყოფილიყო იმ დროს. როგორ გონიათ მათე არ ახსენებდა ამას? პირიქით მოიყვანდა ამას, როგორც დასტურს იოსифო ამბობს, რომ ყველაფერი დაინგრევა აქ. აი ამ თქვენი ურჯულოების გამო ყველაფერი განადგურდება, ხო ამბობს უფალი და ტაძარი უკვე დანგრეული ყოფილიყო, მათე ხო ამას გამოიყენებდა და იტყოდა, რომ აი რაც წინასწარ მეტყველა უფალმა აღსრულდა. მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ იერუსალიმი და ტაძარი დგას. კიდევ აი ამას ადასტურებს ის, რომ გახსოვთ ქრისტეს 30 ვერცხლი, როცა იუდა მიუბრუნებს. რას იზამენ ის მღვდელმთავრები? ამ 30 ვერცხლით იყიდიან
მეთუნის მას ნაკვეთს თიხა საიდანაც მოიპოვებოდა, რომ ბეთუნები თიხა საიდანაც იღებდნენ ალის და ამიტომ იმ აგარაკსო, იმ ნაკვეთსო დღემდეო სისხლის აგარაკი ქვია. დღემდეო. ამბობს, ანუ ჯერ კიდევ არსებობს იერუსალიმი, ხო? ჯერ კიდევ ის ყველაფერი იქ დგას. ამიტომაც სადღაც 60 წლამდე არის დაწერილი. რატო დაიწერა მათეს სახარება? ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაახლოებით აი ამ პერიოდისთვის უკვე დიდი განხეთქილება სახეზეა, რომ იუდეველები სინაგოგებში აღარ აძლევენ უფლებას ქრისტიანებს, რომ იქადაგონ იეშუა მასიახის შესახებ. მანამდე იყო ეს თავისუფლება, რომ ქრისტე კი ჯვარს აწვეს, მაგრამ მისი მიმდევრები იქ არიან, იერუსალიმში არიან, სინაგოგაში აქვთ უფლება, რომ შევიდნენ. იცით, ეს რაღაცა იუდაიზმი იმ დროს რაღაცნაირი ლიბერალური იყო ამ გაგებით. იქ იყვნენ ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, ესენელები, საღვთისმეტყველო სხვადასხვა მიმართულებები არსებობდა. ზოგს ესწამდა, ზოგს ისწამდა. თუმცა ბიბლია მათთვის ყველასთვის სავალდებულო იყო. მაგრამ და ქრისტეს მორწმუნეებიც, აი იეშუას მიმდევრები თავიდან სინაგოგებში შედიოდნენ, როგორც იუდეველები, როგორც ებრაელები და ჰქონდათ უფლება, მაგრამ ნელ-ნელა იძაბება ეს ურთიერთობა და დაახლოებით აი ამ 70 წლისკენ უკვე მათ დაუკეტეს სინაგოგის კარები ებრაელებმა, ქრისტეს მორწმუნე ებრაელებს. ჯერ წარმატები არ არიან, ხო? ქრისტეს მორწმუნე ებრაელებს და მათე აი ამიტომ წერს ამ სახარებას. ებრაელებისთვის არის ეს სახარება დაწერილი და რატომ? იმიტომ რომ მათ ეს სახარება ეძღვნება იესოს როგორც იუდეველთა მეფეს, რომელიც თქვენ ვერ იცანით, უნდათ მათ ეს გააგებინოთ, რომ თქვენ ვერ იცანით, თქვენ უარყავით, თქვენ მოკალით ის და იუდეველებს ერაპარაკებთ. საიდან ვხედავთ ამას? ნახეთ, აი მათ ეს სახარებაში პირველ მეორე თავებში სულ იუდაურია ფაქტობრივად რა. გამოწმებულია 13 ჯერ არის გამოწმებული, რომ რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველთა მიერ თქმული. ნუ ებრაელი რო კითხულობდა ამას, მას უნდა მიხვდარიყო, რომ აი ჩემ წიგში, ჩემ ბიბლიაში რა წერია, იმაზეა აქ ლაპარაკი, ესმით? აი ბრმა არის ძველი აღთქმის, ახალ აღთქმასთან და ებრაელებისთვის იყო პირველ რიგში. მაგრამ ასევე წარმართებისთვისაც, რადგან წარმართები ხედავდნენ, რომ ებრაელებმა უარყვეს და წამოვიდა სარწმუნოება წარმართებთან, რომელიც გახდნენ მისი მორწმუნეები. მათეს სახარების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ის არის კიდევ, რომ აი რატომ არის იუდეველებისთვის მნიშვნელოვანი. სხვა სახარებებში მარკოსთან, თუნდაც ლუკასთან, იცით, გაბნეულია ქრისტეს სიტყვები, ხო? ქრისტეს საუბარი. მათემ რა გააკეთა ნახეთ? მათემ შეკრიბა ეს ქრისტეს სიტყვები და 5 დიდ ქადაგებაში გააერთიანა. 5 დიდი ქადაგება. აი მაგალითად, რომელიც არის ნეტარებებს როცა ამობს უფალი ქადაგება მთაზე, მეორე როცა მოციქულებს აგზავნის საქადაგებლად და არიგებს, მესამე როცა ცათასასუფეველზე ლაპარაკობს უფალი, როცა ლაპარაკობს ასევე მეორედ მოსვლის შესახებ ბოლოს და ასევე ლაპარაკობს იგი დაპირისპირებაზე ფარისევლებთან, როცა ფარისევლებს ეუბნება ვაი თქვენ და რომლებიც პიტნაზე იხდით გადასახადს, მაგრამ თავარს ივიწყებთ, აი როცა ვაირს როცა ამბობს უწმუნოებს, რომელიც უარყვეს ის. ნახეთ, 5 დიდი ქადაგება, რომელიც მათემ შეკრიბა და გაერთიანა. 5 წიგნი სად არის? 5 წიგნი სად არის? მოსეს 5 წიგნი. თქოს მათე რას აკეთებს, ხედავთ რომ აი როგორც მოსეს 5 წიგნეულია, ქრისტეს სიტყვებიც ახალი რჯულია. ქრისტეს 5 წიგნეული, ასე ბჭალებში რო უწოდოთ მას, გესმით და მათეს უნდა დაანახოს, რომ აი ის 5 წიგნი აქაც არის ახალი რჯული, მესიის რჯული, მასიახის რჯული. აი ეს უნდა მათეს დაანახოს იუდეველებს, ხო? როგორც თქვით, მათეს სახარებაში აი მე ჩავინიშნე რომ არ გამოგჩეს ეს 50 პირდაპირი ციტატია ძველი აღთქმიდან. 50. აი როგორი კავშირია, ხედავთ? ებრაელი რომ ამას კითხულობდეს, იუდეველი რომ მათეს სახარებას კითხულობდეს, იმისთვის აბსოლუტურად ნაცნობია, მისი არის, ეს მისი ბიბლიიდან არის, გესმით?
ამიტომ მათ გადასარჩენად დაწერა მათე მესახარება. 50 ციტატია პირდაპირ დამოწმებული და 75 ადგილი არის ამბავი, რომელიც მოყვანილია ძველი აღთქმიდან. აი როცა ახსენებს აბრაამს, ან მოსეს, ან სხვა ამბებს ძველი აღთქმიდან, ხედავ? და კიდევ ერთი რაც იუდეველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათე არის ის, ვინც ცათა სასუფეველს ცათა სასუფეველია. ჩვენ ცოტა არ გვესმის ამის ჩვენ. ცათა სასუფეველი რას ნიშნავს? სასუფეველი რა არის? აი, ბერძნულში მაგალითად არის ბასილეა, ხო? ბასილევსი რა არის ბერძნულში? მეფე. ხო? ხო და ხო, ბასილევსი არის მეფე, ხო? და ცათა სასუფეველი არის ცათა სამეფო. ცათა სამეფო. სასუფეველი ჩვენ ძველ ქართული სიტყვა და აღარ გვესმის ეს ნიშნავს. მათე ახსენებს ყველაზე ხშირად ცათა სამეფო. ცათა სამეფო მოვიდა ჩვენთან არის. რატომ? იმიტომ რომ მეფე მოვიდა ჩვენთან და ცათა სამეფო ჩვენთან მოგვეახლა. ახლოს არის. აი ამის გაგებინება უნდა მათეს ებრაელებისათვის. მოდით დავიწყოთ მათეს სახარების პირველი თავიდან და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს უკვე აქედან ნახავთ. როგორც თქვით, მათეს სახარება ეძღვნება ქრისტეს როგორც მეფეს, ხო? აი, საიდან ვიცით ეს? სანამ თავის კითხვას დავიწყებ. პირველი, მათეს სახარების პირველ თავში აღწერილია გენეალოგია. ჩვენ ეს წავიკითხავთ სირვის დროს, ხო? და ეს გენეალოგია, ვისი გენეალოგია? სამეფო გენეალოგია. ამით იწყებს მათე, რომ ის, ვინც თქვენ უარყავით და ის, ვინც მოვიდა ჩვენთან, მეფეთა შთაომავალია. დავითის შთაომავალია, რადგან ქრისტე უნდა ყოფილიყო დავითის ძე. შემდეგ, როცა მის მამობილს იოსებს ახარებს ანგელოზი, რას ეუბნება? ნუ გეშინია იოსებ, დავითის ძეო. რადგან იოსები, მისი მამობილი არის მეფე დავითის შთაომავალი. შემდეგ, როდესაც მოგვევი მოვლენ ახალშობილი ქრისტეს სანახავად, რას კითხულობენ იერუსალიმში რომ მოვლენ, რას ამბობენ? სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? პირველ მეორე თავებშია ეს ყველაფერი, გესმით? ისევ მეფე. შემდეგ, პილატეს წინაშე უკვე ბოლოს როცა მივლენ, პილატეს წინაშე დგას ქრისტე, რას ეუბნება პილატე? თავარი კითხვა რა არის მისი? მეფე ხარ შენ? შემდეგ, როდესაც მას სცემენ ჯვარცმის წინ, როგორ დასცინიან? იხაროდენ იუდეველთა მეფეო და ლერწამს დააჭერენ როგორც კვერცხს ხელში, ხო? მეფის კიპტრას, ხო? მეფე, სულ მეფე არის ყველგან ნახსენები. შემდეგ, როდესაც ჯვარზე გააკრავენ, რას დააწერენ ჯვარზე წარწერას? იესო ნაზარეველი მეფე ურიათა. მეფე ისევ. და ებრაელები გაბრაზდნენ და ნუ წერ მაგასო პილატეს უთხრესო რომ მეფე არ არის ჩვენიო. პილატეს გარს დავწერე ის დავწერეო. შემდეგ, როდესაც აღდგა ქრისტემ მკვდრეთით მოწაფეებს, რას ეუბნებათ მოწაფეებს? მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანასა. ანუ გავმეფდი ამბობს. რადგან აღდგა მკვდრეთით, აბსოლუტურად მართალი. მომეცა ხელმწიფება ზეცაშის და მიწაზეს და წადით და ჩემი სამეფოს შესახებ შეატყობინეთ ყველას და ყველა გახადეთ ჩემი მოწაფე. მოდით, აქედან დავიწყოთ ახლა პირველი თავის კითხვა, რომ მოვასწროთ ამ პირველი თავის განხილვა დღეს. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ვისაც გაქვთ მიაყოლეთ თვალი ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან, ფარეზმა შვა ესრომი, ესრომმა შვა არამი. არამმა შვა ამინადაბი, ამინადაბმა შვა ნაასონი, ნაასონმა შვა სალმონი. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან, ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან, იობედმა შვა იესე, იესემ შვა მეფე დავითი. ივედით დავით მეფემდე. ეს არის მე-10 საუკუნე, როცა ისრაელში გაერთიანებულ ისრაელში არის დავითი მეფე. აი ის ფსალმუნებსაც თქვენ კითხულობთ ხოლმე, დავითი. შემდეგ აგრძელებს მათე. ხოლო დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან,
სოლომონმა შვა რობოამი, რობოამმა შვა აბია, აბიამ შვა ასა, ასამ შვა იოშაფატი, იოშაფატმა შვა იორამი, იორამმა შვა ოზია, ოზიამ შვა იოთამი, იოთამმა შვა აკაზი, აკაზმა შვა ეზეკია, ეზეკიამ შვა მანასე, მანასემ შვა ამონი, ამონმა შვა იოსია, იოშიამ შვა იეკონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის შამს. მივედით ბაბილონის ტყვეობასთან. ბაბილონის ტყვეობა იყო მე-6 საუკუნეში ქრისტემდე. და იწყებს შემდეგ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იეკონიამ შვა სალათიელი, სალათიელმა შვა ზორობაბელი, ზორობაბელმა შვა აბიუდი, აბიუდმა შვა ელიაკიმი, ელიაკიმმა შვა აზორი, აზორმა შვა სადოკი, სადოკმა შვა აქიმი, აქიმმა შვა ელიუდი, ელიუდმა შვა ელიაზარი, ელიაზარმა შვა მატათანი, მატათანმა შვა იაკობი, ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისი, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ქვია ქრისტე. და ბაბილონის ტყვეობიდან ჩამოთვლის ისევ მთავრების, უკვე მეფე აღარ ყავდა ისრაელს, მთავრებს და მივედით იაკობამდე, რომელიც იყო მამა იოსებისი და იოსები იყო მარიამის ქმარი და მარიამი იყო იესოს დედა. ანუ ეს არის ფაქტი ვისი გენეალოგია? იესო გენეალოგია, მაგრამ ვისი მხრიდან? იოსების გენეალოგია. იოსების, მისი მამობილის გენეალოგია. ნახეთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოგეთ რომ იუდაიზმში, ისრაელში იმ დროს იყო ასეთი კანონი. თუ ვინმე იშვილებდა შვილს, დღესაც ასე არ არის, ოფიციალურად და იურიდიულად ის ითვლებოდა მის შვილად. იურიდიულად კანონის წინაშე ქრისტე, იესო ქრისტე ითვლებოდა იოსების შვილად. ტაძარში, სადაც დარეგისტრირებული იყო ყველა აქტებში, ყველა წარმომავლობა, ისრაელი ამას ძალიან მნიშვნელობას აქცევდა, გენეალოგია ყველას უნდა ცოდნოდა თავისი. რატომ? იმიტომ რომ ტაძარში მსახურებისთვის, მღვდლობისთვის, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ისრაელში მსახურებისთვის აუცილებლად სუფთა გენეალოგია უნდა ქონოდა ებრაელს. სუფთა. არ შეიძლებოდა რომ ურჯულო წარმართი ყოფილიყო მღვდელი მაგალითად. აუცილებლად დადასტურებას უნდა შეძლებოდა რომ ლევიანთა ჩაომავალი. ამიტომაც იოსების შვილად ითვლებოდა იესო ქრისტე. და შემდეგ ამბობს, ასე რომ მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე 14 თაობა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე 14 თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე 14 თაობა. ნახეთ, 14, 14 და 14. ამას ჩვენ ვიტყვით, რატომ არის ეს 14? რატომ აქვს მათეს მაინც 14? იმიტომ რომ აქ მათეს ჩვენ შეგვიძლია ეს ვიპოვოთ, იმიტომ რომ ეს გენეალოგიები სხვა წიგნებშიც არის. აგრეთ ნეშტთა წიგნში, მაგალითად ეზრას წიგნში, ძველ აღთქმაში, თქვენ შეგიძლიათ იგივე გენეალოგია იპოვოთ. აი, იმიტოა ეს მნიშვნელოვანი, რომ ებრაელს თუ ეჭვი შეეპარებოდა, რომ ეს მათე აბა ტყუილებს ხომ არ წერს მათე, მაგალითად, ხო? წაიღებდა აი ამ მათეს სახარების გრაგნილს, მივიდოდა იერუსალიმის ტაძარში და მღვდელმთავრებს ეტყოდა, აი ეს ვიღაც მებაჟე მათე, აი ამას წერს. მოდი ამას შევამოწმოთ ტაძარში. და გახსნიდნენ აქტებს და შემოწმდნენ მართლა გენეალოგია სწორია თუ არა. გესმით? ამიტომ ვერსა თქვენ, აი ებრაელები იმ დროის განსაკუთრებით იმ დროინდელი ხო ძალიან ებრძოდნენ ქრისტიანებს, ხო? ძალიან. და მე უფრო მეტად გამწვავდა ეს ბრძოლა და შეურაცხყოფამდეც კი მივიდა რომ იუდეველები შეურაცხყოფდნენ ამას, ხო? ვერსად ვერ იპოვით საბუთს, სადაც წერია რომ ქრისტე არ იყო დავითის შთამომავალი. რადგან მაშინვე სანამ ტაძარი იდგა, სანამ შეეძლოთ მათ შემოწმება ამ აქტების, მაშინვე ეს შემოწმებული იყო იერუსალიმის ტაძარში და ნამდვილად იესო ქრისტე იყო დავითის შთამომავალი, მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც. რადგან მეორე ჯულის 26 თავში ეწერა რომ შტოდან შტოში არ უნდა მოიყვანონ ცოლი ებრაელებმა. ყველამ თავის შტოდან უნდა მოიყვანოს ცოლი. ეს მოსეს ჯულში იყო. მერტი აზრებს ცნებათ რომ მაგალითად იუდას შტოდან ქალი არ უნდა გათხოვდეს სხვა შტოში. მას ის აუცილებლად იუდეველს უნდა გაყვეს, იუდას შტოდან გამომავალს უნდა გაყვეს. გესმით? რუბენის შტო არ შეიძლება რომ გაყვეს სხვა შტოს, გესმით? ამიტომაც თუ იოსები იყო იუდას შტოდან, ასევე მარიამიც იყო მისი დედაც იუდას შტოდან და მარიამიც დავითის შთამომავალი.
მისი დედაც ხორციელად მისგანაც იშვა იესო ქრისტე, ისიც დავითის სისხლით და ხორცია დავითის შთამომავალი. რატომ არის ნახეთ ეს ბარემ ამას ეს აღნიშნოთ, რატო გამოყოფს მათე 14 თაობას, 14. იმიტომ რომ ამ პირველ თავში დავითია მთავარი ფიგურა. დავითი, სულ დავითი უნდა იყოს, იმიტომ რომ ებრაელმა უნდა გაიგოს, რომ დავითის შთამომავალია იესო ქრისტე და აი ეს გემატრიას ხომ ებრაელები ძალიან მნიშვნელობას აქცევენ გემატრიას, რომ იქ სიტყვები ასოებს ხომ თავისი რიცხვითი მნიშვნელობაა, ხო? და დ, ვ, დ დავითი წერებოდა სამი თანხმოვნით. დ, ვ და დ. და ეს 6, 4 და 6. ეს აბსოლუტურად 4, 6 და 4 უბრალოდ. და 14 იყო მათე ამ დავითის გემატრია იყო 14. და ახაც ნახეთ 14 თაობას ირჩევს მათე ერთი-ორი პიროვნება იქ გამოტოვებულია, მაგრამ მათემ ამოირჩია 14 პიროვნება, რომ სულ 14 დავითი და დავითი ჩანს სამივეში. გესმით? აი, იმაში მათ რაბინულ სწავლებაში იყო ასეთი მიშნაში იყო, რომ ღმერთი ეუნება ძველად თქმაზეა, რომ აიო ესაო იმას გავს, რომ მეფეო სამოგზაუროდ მიდიოდაო და გვირგვინიდან ძვირფასი მარგალიტი დაეკარგაო, მტვერში მიწაში ჩავარდაო, მტვერშიო. გაჩერდაო მეფეო და აი მოიყვანა მთელი თავისი მსახურებიო და დაიწყოს ამ მიწის ტვრის გაცრაო, რომ ის მარგალიტი უნდა იპოვოსო და პირველ გაცრილში ვერ იპოვესო. მეორე გაცრილშიც ვერ იპოვესო და მესამე გაცრილში იპოვესო ის მარგალიტიო, ხო და ღმერთი ეუნებაო, ღმერთი ეუნებაო, ამიტომ ისრაელსო რომ აი ამას რომ ცრიდიო თქვენ გენეალოგიაშო რაში მაინტერესებდაო ეს ადამიანებიო. თავარი იყო რომ დავითი მეპოვაო ამ ყველა გენეალოგიაშიო. გესმით და მესამე გაცრილში ჩვენთან ვინ აღმოვიდა? ნამდვილი მარგალიტი, ნამდვილი საგანძური ზეციდან ვინც მოვიდა იესო ქრისტე მართლაც მესამე გაცრილში აღმოჩნდა, რომ ყველა ეს პიროვნება, თქვენ ნახავთ რომ ეს პიროვნებები აქ ვინ ჩამოთვლილია, ზოგი საერთოდ ურწმუნო ადამიანია. ზოგი ძალიან ცოდვილი ადამიანია, დამნაშავეა ის წინაშე, დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი, მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ აი რომ აღუთქვი აბრაამს, რომ ამისგან მოვა ხსნელი, ეს არ გამრუდდება, მიუხედავად იმისა, იქ ვინ არიან იმაში. მე ვეძებ იმას, იმ ერთ მარგალიტს, რომელიც მესამე გაცრის დროს დავითს ეუნება ღმერთი, რომ შენ არაო, შენს ძევს მივცემო მარადიულ მეფობასო, სოლომონზე ეუნება. ხო? დავითი ხო ამორშია ღმერთმა ისრაელის მეფე და ეუნება რომ არაო შენ არ ამიგებ ტაძარსო შენი ძე ამიგებს ტაძარსო და მას მივცემო მარადიულ მეფობასო. სოლომონის მართლაც დავითის ძის სოლომონის მეფობა იყო წარმოუდგენელი ბრწყინვალება. დავითის მეფობა თვითონ ესეთი არ იყო. დავითი დევნიდნენ კიდევაც, მოკლასაც უპირებდნენ, აუჯანყდნენ კიდევაც. ძალიან ისეთი მძიმე ცხოვრება გაიარა დავითმა მეფე, მაგრამ დავითს ეუნება ღმერთი, რომ შენ ძეს მივცემ მარადიულ მეფობას. მაგრამ სოლომონის მეფობა მარადიული ხო არა? სოლომონის მეფობას დამთავრდა როდესაც ხო? აბა ვიზეა უნება, მესიაზე ეუნება, ქრისტეზე ეუნება, როდესაც შენი თესლისგან მოვა ის, ვისაც კვერთხი არასდროს არ წაერთმევა. გესმით? ამიტომაც როცა მათე იწყებს ამ გენეალოგიას, დავითის ძე ამბობს. აი მოვიდა ის, ვინც აღუთქვა ღმერთმა დავითს. და შემდეგ უკვე ამბობს ძისა აბრაამისი და აბრაამსათომ ამბობს. ნახეთ, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. მათე სახარება შეგიძლიათ აი ესე ორად გაყოთ ზუსტად. აი დავითი და აბრაამი და რატომ? უყურეთ, მათე სახარებაში არის მე-12 თავში წყალგამყოფი. გახსოვთ, როდესაც ქრისტეს აბრალებენ, რომ შენაო ეშმაკის ძალით ასრულებ ამ ყველაფერსო. მას რომ ყრუმუნჯს რო გაკორნავს, ეშმაკეულ ყრუმუნჯს და ეუბნებიან ეგაო ბელზებულის შეწევნით, ეშმაკთა მთავრის შეწევნით ასრულებს ამ ყველაფერსო და ქრისტე ეუბნება, რომ ყველაფერი გეპატიებათ, მაგრამ აი ეს არ გეპატიებათ. სული წმინდის გმობა არ გეპატიებათ. როცა ხედავ აშკარად ჭეშმარიტებას და უარყოფ და აი ამის შემდეგ დაიწყო ისე წერია მე-13 თავიდან დაიწყო იგავებით ლაპარაკიო და
იგავის მეც არაფერს ეუბნებოდა მათო, ისე რომ არ ესმოდათ იგავე ამ ხალხს და მოწაფეები ეკითხებიან, რომ რატო ელაპარაკები იგავები თუ არ ესმითო და იმიტომ ელაპარაკები, რომ დამთავრდა მათთვის. თქვენ გესმით და თქვენ უნდა გაიგოთ, მათთვის დამთავრდა და მოკლა უნდა. მე-12 თავში ისე რომ ქრისტეს მოკლა გადაწყვეტი. და ქრისტე ამბობს რომ დამთავრდა მათთვის. ნახეთ, ორი დავითის ხალხი, ჯერ დავითის ხალხს ელაპარაკებოდა და დავითის ხალხმა ის არ მიიღო, ხო? ანუ ისრაელმა, ისრაელის დიდმა ნაწილმა. შემდეგ მე-13 თავიდან ვის ელაპარაკება? აბრაამის ხალხს, იმიტომ რომ აბრაამი ითვლება ყველა მორწმუნის მამად. იმიტომ რომ აბრაამი როცა ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე, აბრაამს არ ჰქონდა არც თორა, არც ბიბლია, არც იერუსალიმი, არც ტაძარი, არც სხვეპლის შეწყვეტა, არაფერი არ ჰქონდა აბრაამს. აბა რა ჰქონდა აბრაამს? რწმენა. ღმერთმა რომ უთხრა რომ წადი აღთქმული მიწისკენ, ad გადაწავიდა. ამიტომაც აბრაამი ითვლება ყველა მთელ მსოფლიოში ყველა მორწმუნის მამა. თქვენი მამაც არის აბრაამი. თუმცა შეიძლება გენეტიკურად ჩვენ არა ვართ აბრაამთან დაკავშირებული, მაგრამ ამიტომაც მათეს სახარების მეორე ნაწილი არის აბრაამის შვილებისთვის. ისრაელმა დიდმა ნაწილმა არ მიიღო იგი და დავითის ხალხმა, დავითის სახლმა და მეორე ნაწილმა აბრაამის შვილებმა ის მიიღეს. ამიტომაც პირველი მუხლი ესეა ზუსტად ძისა დავითისა, ძისა აბრაამის. შემდეგ ნახეთ, აბრაამი, ისააკი, იაკობი, იუდა და მისი ძმები, იუდას იმიტომ ახსენებს განსაკუთრებით, რომ იუდას შტოდან უნდა მოსულიყო იესო ქრისტე, იუდასგან. შემდეგ მოდის ნახეთ 4 ქალის ხსენება არის ამ გენეალოგიაში. 4 ქალი. საერთოდ გენეალოგიაში ქალები არ იხსენებიან. მაგრამ აი ამ გენეალოგიაში რატომღაც 4 ქალია ნახსენები. იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან. როგორ გონია თამარი იუდას ვინ იყო? ვერ წარმოიდგენთ ვინ იყო იუდა თამარი იუდას. ვერ წარმოიდგენთ. თან რძალი გესმით? მოხდა ასე რომ იუდას შვილის ცოლი იყო ეს თამარი და შვილი უნდოდა ძალიან ამ თამარს მისგან. მის შვილს არ შეეძლო რომ შვილი ყოლოდა თამარს. ამ თამარმა გააკეთეს ის რამე იუდა რომ მიდიოდა გზაზე სადღაც გზავრობის დროს წავიდა მეძავი ჩაიცვა დახვდა გზაზე ამ იუდას და დაორსულდა მისგან და შემდეგ ნიშანიც კი გამოართვა, იმიტომ რომ იუდამ არ იცოდა ეს ვინ იყო, ეძავა რომ მეძავია და შემდეგ უთხრა რომ შენიო ეს შვილებიო, ძალმა ესმით ინცესტი მოხდა. ეს მძიმე ამბავი, თუმცა იუდა არის წინაპარი იესო ქრისტესი. ესმით? ეს განა მისაბაძი კი არა, იმიტომ კი არ წერია რომ მისაბაძია. რა თქმა უნდა ძალიან მძიმე შემთხვევაა თვითონ იუდას მხრიდანაც რომ მეძავთან დაამყარა ურთიერთობა, ესმით? მაგრამ ამით იმის ჩვენება უნდა მახარებელს და სულიწმინდას რომ აი რამ ძიმე მდგომარეობაშია კაცობრიობა. გესმით რომ თვით ქრისტეს გენეალოგიაში ის კი სუფთა ადამიანები არ არიან ყველა. გესმით? ამიტომ ზეციდან უნდა მოვიდეს ის რომ უშველოს და გამოიხსნას მან. გესმით? შემდეგ ნახეთ. შემდეგ მეორე დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას სოლისაგან. ვინ იყო ურიას სოლი? გახსოვთ ეს ამბავი? ძველი აღთქმიდან ურია იყო მისი ერთ-ერთი მხედართმთავარი, მეომარი და მოეწონა დავითს მისი ცოლი, მეფეს მოეწონა მისი ცოლი, გააგზავნა ომში ისეთ ადგილას რომ იქ მოეკლათ და მისი ცოლი მოიყვანა, წაართვა ცოლი. შემდეგ წინასწარმეტყველმა ნათანმა ის ამხილა და უთხრა რომ არ გეკადრება ღმერთის ცხებულს რომ ეს გააკეთო შენ და ჩავარდა დავითის სინანულში, ნაცარში ჩაჯდა და 50 ფსალმუნი ჩვენ რო ვკითხულობთ ხოლმე დღეს, აი იმ დროს ნათქვამი ფსალმუნია. აი იმ დროს, როცა დავითმა ეს ჩაიდინა, რადგან ძლია ვნებამ რომ ძალიან მოეწონა ბერსება ერქვა იმ ხალხს ეს ურიას ცოლი. ნახეთ, ასე მძიმე ამბავი. შემდეგ ნახსენებია კიდევ რუთი. ბატონო? რაჰაბია ნახსენები ჯერ, კი, რაჰაბია ნახსენები როცა ისრაელი შედის აღთქმულ მიწაზე, იქ მათ სანამ დაიპყრობენ ქალაქს, იქ რაჰაბია ერთი ქალი, წარმართი ქალი, რომელიც მეძავათაა ნახსენები, მეძავი იყო და მან ის მიხვდა რომ ეს ხალხი ღვთის ხალხია
და დაეხმარა მათ იმიწაზე შესვლაში და რახაბი გახდა ასე ვთქვათ მათი რძალი. ნახსენები ასევე რუთი, რომელიც იყო დავით მეფის ბებია. ეს რუთი საერთოდაც ებრაელი არ არის. სხვა ხალხის შვილია, მაგრამ დავითის გენეალოგიაში მოიპოვა მან ადგილი როგორც წარმართმა, რადგან სხვა ხალხებისთვისაც უნდა, ანუ ქრისტეს გენეალოგიაში სხვა ხალხებიც უკვე შერეულია, არა მხოლოდ ებრაელები არიან იქ. და შემდეგ იეკონია, ეს საინტერესოა, ბაბილონის ტყვეობის წინ არის ნახსენები მეფე იეკონია. იერემიას 22 თავშია, რომ ეს იეკონია მეფე ისეთი ურჯულო კაცი იყო. ისეთი ცოდვები ჩაიდინა ღვთის წინაშე, რომ ღმერთი ამბობს იერემიას პირით, რომ დაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, უშვილო და ამისი შვილი ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს ტახტსო იუდაში, ისრაელში. და იეკონიაზეც ძიმე სიტყვებს ამბობს და მე ამ იეკონიას ნაბუქოდონოსორის მეფე წაიყვანს იმაში ბაბილონის ტყვეობაში და იქიდან ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება. შემდეგ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნახეთ, ახსენებია სალათიელი, ზორობაბელი, აბიუტი, ეს ხალხია, ვინც შემდეგ დაბრუნდა, როცა სპარსეთმა დაიპყრო ბაბილონი, გაათავისუფლა ისრაელი და დაბრუნდნენ ელიტას, მისცეს უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ისრაელში, აეშენებინათ იერუსალიმი და იმ დროიდან უკვე მათ მეფეები აღარ ყავდათ. აღარ მისცა სპარსეთის მეფემ, რომ მათ უფლება რომ ყოველდღე მეფე, როგორც მეფემა თქვა, აღარ დაჯდება იეკონია შთაომავალი ტახტზე. ესეც მოხდა ყოველდღე მთავრები, რომლებიც შემდეგ უკვე მთავრები იყვნენ სათავეში ერის და სანამ არ მოხდა ის, რომ იაკობი და იოსები, ქმარი მარიამისი, რომელიც იყო ქრისტეს მამობილი. მე-18 თავიდან გავაგრძელოთ. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. ნახეთ, ეს თველი შობა ხო ჩამოთვალა მათემ ამან შოა ეს, ანუ ყველა არის ხორციელი შვილი ვიღაცის, ხო? შემდეგ ამბობს, ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. ჩვენ ერთი რამ გამოგრჩა. თავიდან ეს იყო წიგნი შობისა იესო ქრისტესი. იესო ქრისტე რას ნიშნავს? ხსნას. როგორ? ხსნელი. იდეა? ეს ძალიან მშვენი ეს სულ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გავიგოთ სწორად, აი იეშუა ამას ნიშნავს. კი, იეშუა ნიშნავს ხსნა ღმერთისგან არის, მაგრამ ქრისტე რას ნიშნავს? ქრისტე რას ნიშნავს? აი ებრაელი როცა ამბობს და ქრისტეს რას ამბობდა? ებრაულად მაშიახი, მაგრამ რას ამბობდა? აი რა არის მაშიახი ნიშნავს? ცხებული მეფე, აი სწორია. აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ცხებული მეფე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ქრისტე ზოგს გვარი გონია იესოს დღეს. ეს ვიდა არ არის ასე. ეს არის ტიტული ცხებული მეფე, რადგან ისრაელში მეფეებს ცხებდნენ ზეც მართლაც. მოიტანენ რქით ზეც მირონს და ცხებდნენ და ეს რას განასახიერებდა, რომ ღმერთმა მისცა მას სულიწმინდის ძალა, ღვთაებრივი სული მისცა, რომ ის ყოფილიყო წინამძღოლი ერის, ხო? და ისრაელს ქონდა მეხსიერებაში ეს ძველი აღთქმა ყოველ მაგაზია, რომ მოვა როდესღაც ცხებული მეფე, რომლის სამეფოც არასდროს არ დასრულდება. აი როგორც დავითს ეუნება შენს ძეს მივცემ მეფობას, რომელიც იქნება დაუსრულებელი. დანიელ წინასწარმეტყველთან როგორც არის მე-7 თავში, რომ მიეცა მას დაუსრულებელი მეფობა ღმერთისაგან. ებრაელებს დღეს, იუდეველებს დღესაც ეს სამი, ხო? გახსოვთ, აი ჩვენ ხშირად ვიხსენებია, ქრისტე როცა აღადგან, ქრისტე რომ მოვიდა ამ ქვეყნად, მის მოწაფეებისას აფიქრობდნენ. გახსოვთ? მისი მოწაფეების ამას ფიქრობდნენ. ქრისტე როცა ეკითხება მას, თქვენ ვინ გონივართ მეო? პეტრე რას ეუბნება? შენ ხარ ქრისტე, შენ ხარ მაშიახი, ცხებული მეფე, ძე ცოცხალი ღმერთის. კარგი, და ქრისტემ შეაქო, ხო, პეტრე, რომ ნეტარი ხარ შენ სიმონ იონასზე, რადგან ღმერთმა გაგიცხადა ეს. ეხლა ამის მერე რა ხდება უყურეთ? და მალევე, რახან ქრისტემ დაინახა, რომ მათ შეიცნეს ის ვინა, რომ ის არის ცხებული მეფე ისრაელში, ცოტახანში ქრისტე იწყებს ლაპარაკს, რომ აი ხლა ავალთ იერუსალიმში და მელის შეურაცხყოფა, გვემა,
ფურთხება, მომკლავენ და მესამე დღეს აღუდგებიან. პეტრემ გაიყვანა გვერდზე იესო ქრისტე და რას ეუბნება? რიფს ლაპარაკობ. არაო, ეგ ნუ მოხდება ეგ. რატომ ეუბნება პეტრე მაგას? როგორ გონიათ, რატომ ეუბნება? იმიტომ რომ პეტრე დარწმუნებულია, რომ ეს არის ისხებული ისრაელის მეფე, რომელსაც მარადიული მეფობა უნდა ჰქონდეს ისრაელში. გესმით, იმიტომ რომ პეტრე აქამდე ნახა მკვდართა აღდგინება, კეთროვანთა კურნება, ბრმების აკურნება, ანუ ყველაფერს ის, რაც მესიაზე, მაშიახზე ნათქვამი იყო, ხედავს, რომ მან შეძლო ეს, ხო? ეხლა ეუბნება, რომ უნდა მოკვდეო. ქრისტე ეუბნება, რომ უნდა მოკვდეო და პეტრე ვერ იღებს, მის თავში ეს არ ეტევა, გესმით? თქვენ მისი მოციქულის თავშიც კი ეს არ ეტევა, რომ როგორ შენ მარადიული მეფე ხარ, როგორ წინასწარმეტყველებია და როგორ უნდა მოკვდე. ეს ვერ გაუგია. ებრაელების უმეტესობა, იუდეველების უმეტესობა იმიტომ უარყოფს დღეს ქრისტეს, რომ არ შეიძლება მაშიახი მოკვდეს. მათი გაგებით. ის მარადიულად უნდა იყოს მეფე ისრაელის. და ქრისტე რომელიც ჯვარსაცვეს როგორ შეიძლება ის იყოს ცხებული მეფე, ხო? აი ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, როცა ჩვენ იესო ქრისტეს ვამბობთ. იეშუა არის მისი პირადი სახელი, რომელიც ნიშნავს, როგორც თქვით, ხსნა იაჰვესგან არის, ღმერთისგან არის, მაგრამ მაშიახი ნიშნავს, ანუ იეშუა ცხებული მეფე. აი ქრისტეს როცა ვამბობთ, ამას. ხო გასაგებია? ჩემი ხო, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ზეციდან არის მისი მეფობა და როცა ის მიიღებს მეფობას, როცა მეორედ მოსვლის შემდეგ, ზეციური ძალაუფლებით მიიღებს ამ მეფობას, გესმით? თვითონ კი არ მოიპოვებს აქ, ხო? აი როგორც რელიგიური წინამძღოლები რა საკეთებენ ხოლმე, რომ შეკრიბავენ მომხრეებს, აატეხავენ ომებს, ხო? აი მუჰამედი მაგალითად წინასწარმეტყველი ისლამში. როგორი კაცი იყო მუჰამედი? მეომარი კაცი იყო, ხმლით და იმითი ცეცხლით დაიპყრო ქალაქები და დაამყარა თავისი სამეფო, ხო? მაგრამ იმიტომ ის მიწიერი იყო. მაგრამ ქრისტე როცა მიიღებს მარადიულ მეფობას, ვისგან მიიღებს? მამა ღმერთისგან და ის იქნება დაუმთავრებელი მეფობა მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ის მოვა მეორე. გესმით? ეს უნდა ძალიან კარგად გქონდეს გააზრებული. მაგრამ ქრისტე, აი იუდეველებისთვის ესეთი მეფე იყო, მაგრამ ჩვენი მეფე რატო არის ქრისტე? აი, მე ხო უფალს მიმართავ იესო ცხებულო მეფეო. ხო ვეუბნები იესო ქრისტე, როცა ვეუბნები. აი, ჩემთვის რატო არის იესო ცხებული მეფე? იმიტომ რომ მე მის სასუფეველში შევედი, როცა მოვინათლე. მისი მეფობა მატერიალური, გეოგრაფიული კი არ არის მის მეორე მოსვლამდე. აბა როგორია? ჩვენი სულთა კავშირია, გესმით? მე, თქვენ, სხვა მორწმუნეები, ჩვენ მის სამეფოში უკვე ვართ, მის სასუფეველში, ოღონდ ჯერ ეს ყველაფერი უხილავია. ჯერ გეოგრაფიული ხილულად არ არის, ხვდებით, გესმით? და მე როცა მოვა მეორედ, ყველას გამოარჩევს, ვინც მის სამეფოში იყო უკვე და უკვე ნამდვილი სამეფო იქნება მისი მეორედ მოსვლის შემდეგ. აი ეს არის იესო ქრისტე. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა. დედა მისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სულიწმიდისაგან. ხოლო იოსები მისი ქმარი მართალი იყო და არ უნდოდა მისი შერწყვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. ეს რომ დააპირა ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა იოსებ დავითის ძეო ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი ცოლის შენი, რადგან ვინც მასშია ჩასახული სულის წმინდისგან არის. და შობს ძეს და უწოდებს სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა წინასწარმეტყველის მიერ თქმული. აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. გამოიღვიძა იოსებმა ძილისაგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისამ და მოიყვანა თავისი ცოლი. და არ უცნია იგი, ვიდრე არაშვა ძე თავისი პირმშო და უწოდა სახელი მისი იესო. ანუ იეჰოშუა, ანუ იეშუა ებრაულად, როგორც მას ერქვა. ნახეთ? დანიშნული იყო
მისი ხო იოსებ დედა მისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზეო. და მათ შერთვამდე იოსებმა აღმოაჩინა რომ ქალწული მარიამი ფეხმძიმეთ არის, ხო? რას ნიშნავს დანიშნული იყო? არის მართლმადიდებლობაში დაწინდული, ხო? მართლმადიდებლობაში არის ესეთი სწავლება გავრცელებული, რომ იოსები არ იყო მასზე დანიშნული და არც მისი ქმარი არ იყო. არის ასეთი თხრობა, რომ ის იყო რაღაცა მოხუცი კაცი, რომელიც ამოარჩიეს და მიაბარეს ქალწული, რომ აი შენთან სახლში იყოს. ეს არასახარებისეული ამბავი ეს თხრობა, ისმი? პირდაპირ წერია იყო დანიშნული მარიამი იოსებზე. და ისრაელში არავინ არ გააკეთებდა მაგას, რომ 13 წლის, 14 წლის ქალწული მოხუცი კაცისთვის გაეტანებინათ ესეთი რაღაცები ისრაელში არ ხდებოდა. გესმით? მით უმეტეს ისრაელში ქორწინება უმაღლეს საფეხურზე იდგა ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ რომელი ქორწილიდან დაიბადებოდა ქრისტე არავინ არ იცოდა. გესმით? ამიტომაც მარიამი წმინდა ქალწული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის დანიშნული იყო ნამდვილად, როგორც ინიშნებოდნენ ხოლმე ისრაელში. ისრაელში როგორ ხდებოდა ნიშნობა? დაახლოებით 12 წლიდან 13 წლის ქალწულები ინიშნებოდნენ. კაცები 18 წლიდან შეეძლოთ კაცებს 18-დან 24 წლამდე დაახლოებით მოეყვანათ ცოლი. ეს ნიშნობის პერიოდი გრძელდებოდა 1 წელი დაახლოებით, 1 წელიწად. ნახეთ, 13 წლის ქალწული დაინიშნებოდა და 1 წელში 14 წლის იყო, შეიძლება ცოტა მეტის იყო უკვე და 1 წელიწადში მიყავდა თავის სახლში მის საქმროს. აი ეს იყო ზუსტად იოსებთანაც და მარიამთანაც, რომ ეს ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს და ფეხმძიმობა ესეთი კანონი იყო ძველ აღთქმაში, რომ 3 თვის ითვლებოდა უკვე ნამდვილად ფეხმძიმეთ ადამიანი. ხო, აი მაგალითად თუ ვინმე განათხოვარ ქალს მოიყვანდა ცოლად, განათხოვარს 3 თვის შემდეგ შეეძლოთ მათ, აი ასეთ შემთხვევა აღწერილი, რომ აი ძმას თუ ცოლი თუ მოუკვდებოდა კაცს და მისი და ამ ცოლის და შეეძლო მოეყვანა ცოლად, რომ მისი ბავშვებისთვის მოევა. იყო ესეთი კანონი, რომ არ დაკარგული იყო ის საომავლო. და თუ მოიყვანდა ცოლს 3 თვე უნდა მოეცადათ, რომ ნამდვილად დარწმუნებული იყვნენ, რომ თქვათ ფეხმძიმეთ არ არის ქალი. 3 თვის შემდეგ. როგორც ჩანს, იოსები და მარიამიც ესე იყვნენ და სანამ წამოიყვანდა თავის სახლში, აღმოაჩინა, რომ არის ფეხმძიმეთ. თუმცა, ნახეთ როგორ არის საინტერესო რა არის. იოსებს აქ ანგელოზმა ხო გამოუცხადა, რომ გეშინია, სული წმინდისგან არის ჩასახული. და მარიამს ამ დროს უკვე ანგელოზისგან ხარება მომხდარია, ხო? ლუკას სახარების პირველ თავში ხო არის, რომ მივლენილი იქნა გაბრიელ თავანგელოზი მარიამთან ნაზარეთში და უთხრა, რომ შობძეს და უწოდებს სახელს იესოს. მარიამმა ეს უკვე იცის. მაგრამ იოსებისთვის როგორ ჩანს, არ აქვს ჯერ ნათქვამი. როგორ გონიათ, რატომ არ უთხრა მარიამმა იოსებს ეს? როგორ? შიშისაგან ალბათ. ხედავთ, იმდენად, როგორ გითხრა, იმდენად უმანკოა, იმდენად თავმდაბალია, იმდენად მორჩილია, რომ ეს ანგელოზმა რო უთხრა, იმდენად წარმოუდგენელია მისთვისაც, რომ ის უნდა გახდეს დედა ქრისტესი, რომ თავის დანიშნულს არ უთქვია ეს, არ უთქვამს ეს. ხოლოდ მაშინ, როცა მის დანიშნულსაც ღმერთმა გამოუცხადა, რომ მარიამი ფეხმძიმეთ არის სული წმინდისაგან, წმინდა სულისგან, ხო? აი მაშინ გაირკვა ეს ამბავი მათ შორის, ხო? აი აქ ჩანს როგორი არის ღვთისმშობელი მარიამი აი ამ დიდ სასწაულთან დაკავშირებით. რადგან ნახეთ, ისრაელში დედათა გულის თქმა ერქვა ამას. აი ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ ამას, მასთან არის დანიელ წინასწარმეტყველთან, რომ ისრაელში დედათა სურვილი, გულის თქმა ნიშნავს, აი ძალიან ძლიერი სურვილია. რა იყო ეს დედათა სურვილი ისრაელში? რომ ვინ იქნებოდა ქრისტეს დედა? აი ეს იყო ყველას დიდი ოცნება, რომ იქნებ მე ვიყო ქრისტეს დედა და მარიამს რო ეხარა ეს, იმდენად მისთვის ეს, როგორ გითხრა, როგორ დაუჯერებელია თვითონაც,
როცა ამ პარტავანი ხარ ადამიანი, რაიმე დიდი ესეთი შეგემთხოვა, შენ ხო იმ წუთში იჯერებ. შენ ღირსი ხარ, იჯერებ იმ წუთში. და ადვილია, ღირსი ხარ და იმიტომაც მოგეცა. მაგრამ მარიამი მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესია და ესეთი უმანკოა, არ ვერ იჯერებს ბოლომდე, რომ ეს შეიძლება მის თავს მოხდეს და ამიტომაც იოსებმა რო გაიგო, რომ ორსულა და მარიამი რჯულის 22 თავში იყო ესეთი რამ. თუ დანიშნულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ მისი დანიშნული ორსულად არის სხვისგან, ოღონდ ეს მოხდა ისე, რომ ეს მის დანიშნულის თანახმა იყო იმაზე, უნდა სიკვდილით დაისაჯოს ორივე. ეს დანიშნული ქალიც და ისიც, ვისთანაც იმ კაცთან, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. იოსები მართალი იყო, ნიშნავს, რომ რჯულის დამცველი კაცი იყო, მორწმუნე კაცი იყო და არ უნდოდა მარიამის შერცხვენაო წერია. მისაც წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო და მან იცოდა, რომ თუ ამას იტყოდა, შეიძლება მარიამი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ნამდგარიყო, ხო? მაგრამ აი ამ ორჭოფობაში, კარგი კაცია, თან ვერ იჯერებს, რომ მარიამი შეიძლება ესეთი რამ შემთხოვდა მარიამს, ხო? ამიტომაც იფიქრაო, რომ მოდიო, დაუწერო ხელწერილს, წერილი შეიძლება დაეწერა და გავათავისუფლებო ჩემი ნიშნობისგან. შეიძლება ეს დანიშნულს დაეწერა, რომ ვათავისუფლებ ამ ქალს ჩემი ნიშნისგან. ცოლად აღარ მომყავს და მაშინ დამთავრდებოდა ყველაფერი ასე და იოსებმა გადაწყვიტა, რომ არ მიეყენებინა ზიანი და ტკივილი მარიამისთვის და ამიტომ ფარულად გააშვება. აი ბერძნულში შეწერია აპოლიო ნიშნავს, რომ გახსნა, გაეხსნა ჯვრის წერი. ის ნათლობი ნიშნობა გაეხსნა იოსებმა, აი ჯვრის აღარასწორო დღეს რო ეძახიან ხოლმე, დაახლოებით ეგეთი რა. და ეს რომ დააპირაო, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა იოსებ, ნუ გეშინია დავითის ძეო, ანუ მეფიშთა ომავალო, ნუ გეშინია მარიამის მოყვანა, რადგან ის ვინც მასშია ჩასახული სულის წმინდისგან არის. ღვთისაგან არის, ღვთის სული მოვიდა და დაიკარვა მასზე, მარიამზე და მან ჩასახა მასში იესო ქრისტე. შეიძლებოდა ეს მოხდარიყო, როგორ გონიათ? ჩვენ გვწამს რომ ეს შეიძლებოდა, ხო? მაგრამ აი როგორ მარტივად რო თქვა, როგორ შეიძლება რომ ეს მოხდარიყო? ის ვინც სიცოცხლე შექმნა საერთოდ. ღმერთი ხო სიცოცხლის წყაროა. ხო ღმერთი ანიჭებს სიცოცხლეს ყველას და ყველაფერს, ხო? მას არ შეიძლება მარიამისთვის მიენიჭებინა ეს სიცოცხლე? ხო შეიძლება. სასწაულია, რა თქმა უნდა. გონებით მიუწვდომელი სასწაულია, მაგრამ უმამოდ შობა ღმერთის ძალაუფლებაშია მხოლოდ და მხოლოდ. აი ბერძნულში პართენოგენეზი ქვია ამას და ცხოველთა სამყაროში ეს ცნობილია. აი ზოგიერთი ცხოველი მამრის გარეშე მრავლდება. ხო ეს ცნობილია პართენოგენეზი, ხო? აი დაახლოებით ესეთი რამ მოხდა ღმერთის ჩარევით, ხო? ღმერთმა, ასე ვთქვათ, მისცა სიცოცხლე მარიამს. ის უჯრედი, რომელიც ადამიანური იყო, მარიამისგან იყო, ხო მხოლოდ. მაგრამ სიცოცხლე უჯრედს მიანიჭა ღმერთმა. ხო? აი ეს სასწაული მოხდა იქ. ერთადერთხელ მოხდა ეს სასწაული, სხვა ადამიანებს ჩვენ ეს არ ვიცით, თუმცა ხო ცხოველთა სამყაროში ეს ცნობილია, მაგრამ ერთადერთხელ იმიტომაც მოხდა, რომ ერთადერთხელ განკაცდა ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ. გესმით? რადგან ეუნება შობს ძეს, შენი ცოლი, ეუნება შენი დანიშნული, ჯერ დანიშნულია და უწოდებს სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. აი აქ იესოს სახელი მეორედ იხსენიება ამ დედამიწაზე, ხო? პირველად ვის უთხრეს იესოს სახელი? მარიამს. როცა მარიამს ეხარა, იქაც ეუნება გაბრიელ თავარგაზე, რომ უწოდებს სახელად იეშუას. ახლა იოსებსაც ეუნება, უწოდებს სახელად იეშუას. როგორ გონიათ, ძველ აღთქმაში სადმე ნახსენები იყო იეშუა სახელი? აი მინიშნებით იყო ნახსენები. მინიშნებით. აი მაგალითად როდის, უყურეთ, როდესაც შედის ისრაელი აღთქმულ მიწაზე. მივლენ საზღვართან, ხო?
აი მივლენ საზღვართან და იქით ჩანს რომ ისრაელია, ქანაანია, ის უნდა იყოს შემდეგ ისრაელი და მოსემ ამოარჩია 12 შტოდან 12 კაცი, რომ გაეგზავნა დასაზვერად, ხო იმ მიწის. ერთ-ერთი იყო იოშია. იოშია იყო ერთ-ერთი შტოდან და მოსემო შეუცვალა სახელი იოშიას და დაარქვა იეშუა. რატომ? გორგონიათ, რატომ? იმიტომ რომ იეშუა ეს რომ მოbrunდნენ ეს 12 10-მა დაიწყო იქიდან წუწული. არაო, ვერში ღმერთმა კი გითხრაო რომ მიწაზე შეგიძლია შესვლაო, მაგრამ ვერაო, გამორიცხულია, დაგხოცავენ. ხოლ იეშუა იყო ეს იოშია, ვისაც იეშუა დაერქვას და კიდევ ერთი, ვინც თქვა რომ არა, თუ ღმერთმა გითხრა შევალთ და დავიმკვიდრებთ იმ ქვეყანას, გესმით და მოსე მიცოდაო ასე ხსნიან მას რომ მოსე მიცოდაო იოშიას რა წინააღმდეგობები შეხვდებოდა აი ამ ხალხისგან, ანუ მომავალი ებრაელებისაგან, ხო? იქ იესოს ქრისტეს დროს ვინც იყვნენ და ამიტომ იეშუა დაარქვა მასო ხსნა იაჰვესგან არის. იეშუა სიტყვა სახელი ნიშნავს ხსნა, შეწევნა იაჰვესგან არისო და მოსე მიცოდაო რომ ძალიან გაუჭირდებოდა ამ იეშუაზო და იოშიას და დაარქვა იეშუა, რადგან ებრაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სახელს. რას ამბობს ჩემი სახელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა დღეს ჩემი სახელი არც არ აქვს მაგალითად, ხო? და ბევრი შეიძლება ასე იყოს, მაგრამ იმ დროს სახელი გამოხატავდა საქმეს, ცხოვრებას კაცისას, რასაკეთებდა ის. და შემდეგ მართლაც როგორ ხდება, მოსე კვდება იქ ნებოს მთაზე, საზღვართან და ვის შეყავს ისრაელის მიწაზე? იეშუას. ერის წინამძღოლი ხდება აი ეს იესო. ანუ იესო ნავესი ქვია იმას შემდეგ, ნავესზე იყო და იეშუა ნავესი იყო ის, ვინც ძველ აღთქმაში ერი შეიყვანა აღთქმულ მიწაზე. ეს ხედავთ მინიშნებაა, რომ მოვიდოდა სხვა იეშუა, ვინც ცათა სასუფეველში წაიყვანდა თავის ერთსაც, ვინც იწამებდა მას და არის უფლისაგან. როცა მოვა იესო ქრისტე გამოჩნდება ამ ქვეყანაზე, მას ეკმევა ხსნა უფლისგან არის. გესმით? და ამიტომაც უფალმა ამოარჩია მისთვის ეს სახელი ხსნა იაჰვესგან არის. უბრალოდ იეშუა, ხო, ჩვენ ხო ეს თქვით რომ არის იაჰვე, ანუ მარადიული ღმერთის სახელი და იშა არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ხსნას. იეშუა ნიშნავს ხსნა არის ღმერთისაგან და ეს სახელი გამოეცხადა მარიამსაც და იესოსაც. ხოლო ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა წინასწარმეტყველის მიერ თქმული. და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ და იესაიას მიმართ თქმული სიტყვა აღსრულდეს, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად იმანუელს. იესაია ამბობს მე-7 თავში, ისაიას თავის წიგნის მე-7 თავში, ეს არის ისტორიული ამბავი იმ დროს, როცა ამას ამბობს წინასწარმეტყველებს ისაია, ნახეთ რა მოხდა, ეს ჩვენ განხილული გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არ იცის, იმ დროს ისრაელის სამეფო დაპირისპირებული იყო იუდას სამეფოსთან. ანუ ისრაელი, მთლიანი ისრაელი ორად იყო გაყოფილი და ჩრდილოეთის სამეფოს ერქვა ისრაელი და სამხრეთს ერქვა იუდას სამეფო. და ახაზი იყო ესეთი მეფე, რომელიც იუდაში იმ დროს მეფობდა და ისრაელი შეკრული იყო ასურეთთან, დამასკოსთან და ორივე სურდა რომ გაენადგურებინათ იერუსალიმი და ისრაელი, სამხრეთი, ხო? და აი ამ დროს ეს ახაზი სასწაკვეთილია ეს მეფე, ურწმუნო მეფეა, თუმცა არ არის მორწმუნე და მასთან მიდის ისაია და ეუბნება, რომ მოითხოვე ნიშანი ზეციდან. მოითხოვე ნიშანი ზეციდან, რომ არ დაეცემა იუდას სამეფო. აი მიდი, მოითხოვე ნიშანი და უფალი მოგცემს ნიშანს, რომ გამხნევდა, რადგან შეშინებულია ძალიან, იმიტომ რომ იმ დროს ასურეთი ძალიან დიდი და საშინელი იმპერია იყო და ეს ახაზი ამბობს, რომ არ უნდა ნიშანი და ისაია ამბობს მერე, რომ ახლა გინდა ღმერთისგან არის ხო? როცა გეუნება ღმერთი რომ მოითხოვე ნიშანი და მოგცე ნიშანს, მოითხოვე და ეუნება ისაია, აჰა, თავად უფალი მოგცემს ნიშანს, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ სახელს იმანუელს, რომელიც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. იმ დროს ჯერ კიდევ მომავალში რაც იქნება,
ღმერთი აძლევს ნიშანს, რომ არ დაეცემა, რადგან იუდას სამეფო თუ დაეცა იმ დროს, როგორ გამოვა ის, ვინც ჩვენთან არც ღმერთი იქნება, იმანუელი იქნება. ამიტომ უნება რომ არა, ეს საშიშროება თქვენ ვერაფერს დაგაგლეთ და აი როცა დაორსულდა მარიამი, ზუსტად მათი ამბობს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ იმანუელი უნდა დაიბადოს და ჩვენთან მოვიდეს ღმერთი. გამოიღვიძა იოსებმა ძილისაგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძოდა ანგელოზმა, უბლისამან და მოიყვანა თავისი ცოლი. იოსები ამ სიტყვების გამო დარწმუნდა, გამხნევდა და მოიყვანა თავისი ცოლი. ცოლი წერია სახარებაში და არ უცნია იგი, არ შეუცნია იგი, ვიდრე არაშვა თავისი ძე პირმშო და უწოდა სახელი მისი იეშუა, როგორც გამოუცხადა მას ანგელოზმა უბლისამან. ნახეთ, აი ჩვენ რომ რაღაცას მე ვახსენე, რომ იოსები არ იყო მისი ქმარი, მხოლოდ დამწინდველი იყო ზოგი ამბობს, რომ აი საიდან მოდის, ზოგი ამბობს, რომ ისე მიაბარეს მარიამ, საიდან მოდის ეს ინფორმაცია, როგორ გონია? საიდან? აპოკრიფები არსებობს, არაკანონიკური წიგნები არსებობს, გესმით? აი მაგალითად ერთ-ერთი არის იაკობის სახარება ქვია ამ წიგნს, გესმით? და ეს იაკობის სახარება არის მოგვიანებით მეორე-მესამე საუკუნეებში სავარაუდოდ დაწერილი და იმდენად არასაწმო და არასანდოა, რომ იმდენად აი აშკარად ეტყობა, რომ ის არ არის ბიბლიური წიგნი, რომ ის არასოდეს წმინდა წერილში არ შეუტანია, ბიბლიაში არ შეუტანიათ ეს იაკობის სახარება. მაგრამ მოხდა ესეთი რაღაცა უცნაური მორენა მოხდა კათოლიკურ და მართლმადიდებელი ეკლესიების თავს. სადღაც შუა საუკუნეებისკენ ეს აპოკრიფებისში მოთხრობილი ამბები მიიღეს როგორც სარწმუნო, გესმით? მიიღეს როგორც სარწმუნო და იქიდან იქ მოთხრობილი ამბები გადმოაქვს, ქმნიან ისტორიებს, ქმნიან ამბებს და მე ვცელდება ეს ეკლესიის წიაღში. ეს არ შეიძლება ამის გაკეთება. აი ის რომ იოსები არ იყო მისი დანიშნული, რომ იოსები არ იყო მისი ქმარი, რომ ესე იყო, ეს ყველაფერი იქიდან მოდის. მაშინ როცა სახარება სხვა საწინააღმდეგოს გვეუბნება. ესმით? აი მე წერია რომ უთხრაო ანგელოზმაო რომ მოკიდე შენ სოლს და შვილს ხელი და გაიქეცი ეგვიპტეში, რადგან მოკლა უნდა ჰეროდეს მისიო, ხო? ანუ ახლა ეს გავრცელებული ამბები გვეუბნებიან, რომ იოსები მოხუცი კაცი იყო თურმე, სხვა ცოლ-შვილი ყავდა, სხვა შვილები ყავდა და ეს მარიამ თუ ესე იყო, სადღა გაიქცა ეგვიპტეში. ან როგორ გაიქცეოდა მოხუცი კაცი ახლა ეგვიპტეში, ხო? გესმით? აი არ შეიძლება ამისია ეს ერთმა. ის რაც სახარებაში გვაქვს მოცემული, ეს არის სარწმუნო ინფორმაცია. გესმით? ამიტომ უნდა ბადრო წერია რომ ყავდა, იყვნენ იქ სხვა შვილები. ხო? ხო. წერია სახარებაში წერია რომ იქ იყვნენ დედა და მისი ძმები. მეტი არაფერი არ წერია. მაგრამ ეკლესია აი იქიდან შემოსული ამბებიდან გავრცელებულია ესე რომ ის იოსების შვილები იყვნენ მხოლოდ მარიამის შვილები ისინი არის. ხო? მაგრამ სახარებაში ეგ არ წერია. და წყაროც რაც რომელიც მაგას გვეუბნება ის არ არის არაკანონიკური წყაროა. და ყველამ თვითონ უნდა განსაჯოს ეხლა რას დაიჯერებს და რას არ დაიჯერებს. ხომ ესეა? სახარებაში წერია. აი მაგალითად კიდევ ერთი ამბავი რომ აი იაკობის იმ არაკანონიკურ სახარებაში წერია რომ ღვთისმშობელი დედის ერთა შვილი იყო, ერთადერთი შვილი იყო დედის, ხო? აი იაკობი ესე ის ვიღაც იაკობი ვიღაცა ესეც წერს რომ მის მშობლებს იოაკიმს და ანას არ ყავდა შვილები და მერე ღმერთმა მისცა მათ ეს მარიამი, ხო? სახარებაში იოანეს სახარებაში წერია იდგნენ ჯვართან იესოს დედა და მისი დაო. ვინ და ეხლა იოანეს ნამდვილად ეწოდინებოდა და მარიამს და ყავდა თუ არ ყავდა, ხომ ასე? აი ესე წერს, იდგა მარიამი და მისი და. ასე წერს, ხო? ხო და ეხლა სახარებას უნდა დაუჯეროთ თუ ვიღაც იაკობს, რომელმაც რაღაცა ამბავი შეთხზა და იმ იაკობის სახარებაში თქვენ რავი თუ გაინტერესებს ჩვენ ისეთი რაღაცები წერია რომელსაც უბრალოდ ვერ დაიჯერებ რა. ბატონო ნუგზარ მოხწავდა. აი ბატონო ნუგზარი შარშან იყო აქ ჩამოსული, საქართველოს მოდის ხოლმე და იმ წაგვიკითხა და ისეთი რაღაცა უცნაური ხანდახან
კრეხელური მიუღებელი ამბებით წერია, გესმით და ამიტომ ჩვენ ის თქმა მინდოდა იცით რომ უნდა ვერწმუნო და დავიჯეროთ ის და დავკმაყოფილდეთ იმითი, რაც სახარებაშია ნათქვამი. საკმარისია. მეტი რო ყოფილიყო საჭირო საქმელად, იოსები მაგალითად, იოსები, მისი მამა, შემდეგ ჩდება რომ მამობილი, შემდეგ ჩდება რომ ეგვიპტეში გაიქცნენ, ეგვიპტიდან მობრუნდნენ ისევ, როცა იოსო პატარა იყო და შემდეგ იოსები ქრება. აღარსაც სახარებაში, არც ერთ სახარებაში იოსების შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჯვარცმის დროს, როცა დედა მისი ჯვართან დგას, წესით იოსები ხო იქ უნდა ყოფილიყო. ხო? როგორც ჩანს გარდაიცვალა, უკვე იქ აღარ არის, ხო? მამა იქ არ იქნებოდა, მამობილი იქ არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს გარდაიცვალა, მაგრამ სახარება მაგაზე დუმს არ ლაპარაკობს მაგას. რაზეც სახარება დუმს, ჩვენც არ არის საჭირო ესე იგი იმის ცოდნა და არ იყო სული ცხონების საქმისთვის ის არ არის საჭირო იმისი ცოდნა და ამიტომ מחარებელი ამას არ წერს, ხო? ამიტომ წავიკითხოთ და მივიღოთ ეს. ეს არის პირველი თავი სახარების, მათეს სახარების. იცი და მე მინდა აღნიშნო ის რომ ერთ საათისთვის ძალიან ზღვა ინფორმაცია, ხომ ესეა? მე ვიცი ეს თვითონაც რომ ესეა, მაგრამ რაღაცნაირად ხო უნდა მიუდგეთ რამენაირად ამას რომ ამ ზღვა ინფორმაციაში რაღაც მთავარი ხაზი მაინც დავიჭიროთ რომ იმას მივყვეთ, ხო? ანუ რა არის ამ პირველ თავში მთავარი? პირველი მათეს სახარება ეძღვნება რას? ქრისტეს როგორც ვის? მეფეს. როგორც იუდეველთა მეფეს. ეს ყველგან ჩანს. პირველი მუხლიდან ჩანს რომ დავითის ძე აქვს. მეორე გენეალოგია ამ თავში აღწერილი ვისი გენეალოგიაა? მეფის სამეფო გენეალოგია. სამეფო ჯერ არიან მამამთავრები აბრაამი, შემდეგ მიდის დავითამდე, როცა დავითი გამეფდა და დავითის შემდეგ მეფეები და შემდეგ მთავრები. სამეფო გენეალოგია, რადგან დავითის ძე უნდა ყოფილიყო იესო ქრისტე. შემდეგ რა უნდა ვინახოთ თავარი რომ ამ გენეალოგიაში არიან წმინდა ხალხი კი არ არის, აბა? ცოდვილი ხალხიც არის, წარმართებიც არის, იუდეველები, მაგრამ ცოდველი ხალხიც არის. ანუ ეს გენეალოგია გვიჩვენებს თუმცა სამეფო გენეალოგია, მაგრამ მიწიერი გენეალოგია, ხო? და ამერად მათ ამ გენეალოგიას ჭირდება მხსნელი პირველ რიგში, რომელიც უნდა მოსულიყო ზეციური მეფე უნდა მოსულიყო და აქედან მიიღო. შემდეგ ქრისტე რატომ არის მემკვიდრე ამ გენეალოგიის? რატომ ეკუთვნის მას მეფობა? იმიტომ რომ იოსების იურიდიული შვილია ის. გესმით? რომ ახო მარიამი არ არის ნახსენები, აქ ნახსენები იოსები. და ქრისტეს იმიტომ აქვს კანონიერი უფლება რომ ის გახდეს ისრაელის მეფე, მას ხომ ამას ეკითხება პილატე, შენ ხარ მეფეო იუდეველებისო? იმიტომ აქვს კანონიერი უფლება რომ იოსების იურიდიული შვილია ის. კანონის წინაშე, ხო? შემდეგ მთავარი რაც არის ის რომ იოსები და მარიამი იყვნენ დანიშნულნი და მათ ერთად ქორწინებამდე მოხდა ის ამბავი რომ იოსებს განეცხადა ეს ანგელოზისაგან რომ მარიამი სულიწმიდისგან არის ფეხმძიმედ. მარიამი ეს უკვე იცის, მაგრამ ამას არ ამბობს, ალბათ თამდაბლობის მორჩილების და სიმდაბლის გამო უფრო მარიამმა ეს არ უთხრა იოსებს, სანამ იოსებს თავად არ განუცხადა ღმერთმა რომ გეშინია სულიწმიდისგან არის ეს.